ოკეი, ხა გავუშვათ, ჩორთავ ჩარტსა და დავიწყოთ, მოდი. პირველ რიგში, სანამ ჩარტზე გადავიდოთ, ნახსნათ ტრეიდერის პროფესიული უნარები. ანუ რა უნარები უნდა გააჩნდეს ტრეიდერს, რომ პროფიტული გახდეს, ფული გააკეთოს. პირველ რიგში მოდის რისკ მენეჯმენტი. ანუ რისკ მენეჯმენტი არის ერთ-ერთი უმთავრესი რაღაცა, შეთვალე მაგის გარშემო მის შეუძლებელია რამე გააკეთო მარკეტზე, იმიტომ რომ ბრმად იქნები, ვერაფერს ვერ გაიგებ და მოკლედ პირველ რიგში უნდა გავიგოთ რას მივყვებით, ხვდები? ანუ რა არის ჩვენი წესები. ასევე წესებიც უნდა გაგაჩნდეს, მაგ წესებზე მე გადავალთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინო ის, რომ რისკ მენეჯმენტი აუცილებელია. და რისკ მენეჯმენტში მარტო ის კი არ შედის, რომ რამდენს გარიშკავ ტრეიდში რაღაც გარიშკავ $10, $20 თუ ასე შემდეგ რა. შედის ემოციების კონტროლი, თავის კონტროლი, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცაა. მაგას დეტალებში ჩავშვით კიდე და უფრო კარგად გავივიდით, ასე ვთქვათ. მეორე მოდის ემოციების კონტროლი. ემოციების კონტროლიც ერთ-ერთი უმთავრესი რაღაცაა, შეთვალე რავი, თუ არ ხარ შენ თავში დარწმუნებული, თუ არ შეგიძლია ჩქარა მიიღო გადაწყვეტილება, დარწმუნებული უნდა იყოს შენ თავში რა. რომ აი გააკეთებ ჩარტზე ანალიზი სიტყვაზე და დარწმუნებით იცოდე, რომ აქ ტრეიდს გახსნა შეგიძლია, იმიტომ რომ ბევრი დაყოყმანდება იტყვის, რომ აქ დარწმუნებული არ ვარ, აქ ტრეიდი გავხსნა, არ გავხსნა, ეს გავაკეთო, ეს გავაკეთო და მოკლედ ტრეიდს ვერ გახსნის. შეეშინდება, გახარბდება და ერთი ჩემი რჩევა იქნება, რომ ანუ არ უნდა გახარბდე რა. აი მაგალითად თუ გააკეთებ დღეს რაღაცა $100 და გუშინ წააგე $50, წააგე $200, $300, ნუ ეცდები რომ ის წამოიღო რა. ჯობია რომ სტაბილურად მიყვე, პატარ-პატარა მოგებებით, ვიდრე ეცადო რომ დღესვე ამოიღო ის წაგება და ასე და ისე გააკეთო. გირჩევნიათ და ყნარად და ნელ-ნელა მიყვე. მაგებს ყველაფერს გავივლით, არც არ გვეჩქარება. როცა დავასრულებ სწავლებას, უკვე ყველაფერი გეცოდინება, რაც უნდა იცოდე მარკეტზე და როგორ უნდა გააკეთო ფული. იმიტომ რომ ფულის გაკეთებაზე მოდის აქ ყველაფერი რა, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ისიც, რომ თავიდან ფულზე ფოკუსირდები, იმიტომ რომ როცა ფულზე იქნები, იმას ვეღარ დაინახავ, რაც უნდა დაინახო და ეს იქნება ის, რომ კარგი ტრეიდი გახსნა, კარგი ანალიზი გააკეთო, კარგად შეხედო მარკეტს და არა ის, რომ სიტყვაზე დაჯდა ფული გააკეთო. ფულის გაკეთება ყველას უნდა. ვის არ უნდა მითხარება. ხო, მაგიტო ვართ აქ, რომ ფული გავაკეთეთ, მაგრამ პირველ რიგში ეგეთ წესი არსებობს, რომ უნდა დააყენო პირველ რიგში სწავლა და გამოცდილება და ინფორმაცია პირველ ადგილზე და ფულიც მერე თავისთავად მოვა, იმიტომ რომ სხვანაირად კიდე არ გამოვა. ოკეი. მესამე. დაუშვებელია სიჩქარეში გადაწყვეტილების მიღება. ანუ, როცა ჩქარა ხდება რაღაც მარკეტზე, აგრესიულად და ვოლატილურად, არაფერს არ უწყვეტავთ. ეხლა რომ შეხედე ხო მარკეტზე, შეხედე ფასი მოძრაობს აგრესიულად ზემოთა მხარეს. ლევან მხოლოდ კი, არ ჩანს შეთან? აი ხლა გამოჩნდა. ის რომ გაწერილი იყო. ეხლა ეს ჩარტი ჩანს? ის კი. ეს გამოსახულება ჩარტი. ტრეიდინგი. აი განცას. უბრალოდ ის საქმეა. მარტო 2 წუთი ახლა გავაზიარებ. ეხლა ხო ჩანს? აი ახლა ჩანს. ოკეი. ლევანი აგიხსნიდა ალბათ რა არის ამ თელი როგორი ხურება როგორი ხსნება და ეს რაღაცები time frame-ები ხო? Time frame-ები? კი, time frame-ები კი, თან ეგ მე გავიარე. ოკეი, მშვენიერი. ეხლა ვუყურე. აქ რო შეხედე ხო მარკეტი მოძრაობს ზემოთა მხარეს, აი ამ ადგილზე ხო? აგრესიულად მიდის ფასი. ილონგება. ლონგი შორტიც ალბათ აი ხო? ოკეი. ფასი ილონგება და მიდის აგრესიულად ზემოთ. ამ მომენტში ბევრი ფიქრობს, რომ აი მოძრაობას გამოვტოვებ, ასე მოხდება, ისე მოხდება და აი აქ ხსნიან ტრეიდებს. აი აქ მინს გახსნა ტრეიდი აგრესიულად იმის გამო, რომ შეეშინდათ გამოტოვების შიში გქონდეთ ესე ვთქვათ, ანუ გამოტოვების შიში იგულისხმება იმაში, რომ აი აქედან ტრეიდს გამოტოვებ, გაილონგება, ფულს ვერ გავაკეთებ და ასე. აი აქედან ვინც გალონგა პანიკურად და უფრო ჩქარა ხო? ნახე ფასი წამოვიდა ქვემოთ და გაასტოპა. ყველა ვარიანტი გაასტოპდებოდა, იმიტომ რომ ნახე ნაფხელაზე დაეცა ფასი. და კიდე ბევრი მაგალითი შეხედე. ფასი ილონგება, აქ აგრესიულად ვინ შემოვიდა ლონგში, იდეაში გაასტოპდა, კიდევ იგივე განმეორდა, კიდე იგივე პატერნი, აქაც ფასი რო ეცემოდა, ვინც აქედან დაშორტა და ეგონა რომ ფასი დაიჩორდებოდა და ისევ გაასტოპდა ზემოთა მხარეს, აქაც იგივე მოხდა, აქაც და აქაც და აქაც. ყველგან ხდება გასტოპებები, მაგას მე ლევანი აგიხსნა როგორ მუშაობს ეს სისტემა და ეგეც უნდა გაითვალისწინო. ანუ პანიკურად არაფერს არ გადაწყვეტავ. დაფიქრდი, გაანალიზე რა ხდება მარკეტზე, წაიკითხე ფასი და მერე მიიღე გადაწყვეტილება. ვალდებული კი არა ხარ ტრეიდი გახსნა, გინა აი აქ, ანუ ვალდებული არაფერში არ ახარ. უბრალოდ შენი გადაწყვეტილება იქნება. როგორ? იქ რო გადადიხარ მარკეტზე, გადაიხარ იჭერდა იქ. რატო? და გვიან იხსნება. აი ხლა გაიხსნა.
რა დაჭირს ეგეთი რა? ალბათ ინტერნეტის პრობლემაა ვითომ? არა, მაგ იმას რო გადადიხარ მარტო მასში წერავს. ოკეი. ალბათ გამოსწორდება ახლა, ალბათ არ ვიცი, შეიძლება ინტერნეტის პრობლემაა. მაგთიან ბოლო დროს არ უნდა რა. ხო, წოდიყავით. ხო, ვალდებული არაფერში არ ხარ. არას გადაწყვეტავ მარკეტზე, იქნები პასუხისმგებელი მაგაზე რა. მე გუნა ისწავლო. ნუ არავის ბრალი არ იქნება წააგებ, მოიგებ. როცა ანალიზს გააკეთებ, ხარ მოიგებ, ხარ წააგებ. ეგ ლოგიკურია. ყველა არავინ იდეაში ყოველს არიგებს რა. ვიღაცა ყოველს აგებს. ამიტომ პასუხისმგებელი ვარ ჩვენს აქციელებს. როცა რაღაცას გავხსნ ტრეიდს, არ უნდა დავაპროლოთ იმას, რომ აი მყიდველი შემოვიდა, ძლიერი გამყიდველი იყო, ესა, ისა რაღაცა. არა. ყველაფერზე ვარ ჩვენ პასუხისმგებლები. არავის არ დაუძალებია, უბრალოდ შენადექი შენ დააჭირე იმ ღილაკს ხელი და გახსნე ტრეიდი. ეგეც უნდა გავითვალისწინოთ. იმიტომ რომ მაგას თუ შევეგუებით, მაგას თუ მივიღებთ იმათ, რომ აი ჩემი ბრალი იყო, უფრო მარტივი იქნება შეცდომების გამოსწორება და უფრო მარტივი იქნება იმის გაანალიზება, რომ რაღაცა არასოდ გავაკეთე. და ამის გამოსწორება მე კიდე, იმიტომ რომ ხამე თუ ვიტყვი, რომ იმის ბრალი იყო, აი ამის ბრალი იყო, იმან მითხრა ესე, იმის წავიკითხე ესე, სხვა საბრალეთ და განა იმას ვცდილობ, რომ ეს გამოვასწორო. უბრალოდ მიზეზს ეძებ და ტიპს ეძებებსაც შეიძლება დააბრალო ეს რაღაცა, ხვდები? და ეგ არის ძალიან ცუდი პრობლემა, ეგ უნდა გაითვალისწინო აუცილებლად. ვაჭრობს მხოლოდ იმას, რაც ესმის, ახლა უზოთ ვიდეო ხო იწერება რაღაც შეიძლება გაითიშოს. ოკეი. ვაჭრობს მხოლოდ იმას, რაც ესმის. ახლა უყურე, ბევრში პრობლემა ეგ არის, რომ ვაჭრობს იმას, რაც არ ესმის. ანუ ახლა უყურე, შემოვლენ ჩარტზე, რაღაცა დახაზავენ ესე რაღაცა და ვერ ვაჭრობენ. ყოველ დღე სავაჭრო დღე არ არის. ყოველ დღე ვერი ვაჭრებ, რომც მოინდომო, ვერი ვაჭრებ, ივაჭრებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ვაჭრობა არ იქნება, რაც ჩვენ ვეძახით ვაჭრობას, ხვდები? იქნება რაღაც გემბლინგი. ამიტომ თუ დაждები ჩარტზე, ანალიზი ვერ გააკეთებ, ანუ არ იქნება ისეთი პატერნები, არ იქნება ისეთი ფას მოძრაობა, რომელიც შენ გინდა რომ იყოს მარკეტზე, ადგები და გადიხარ ჩარტიდან. გადიხარ ოთახიდან და ანებებ თავს იმ დღეს. 1 საათი, 2 საათი. არ მოგეწონა ისევ, წადი. მეორე დღეს აბრუნდი, ისევ არ იყო, წადი. ანუ არ ხარ ვალდებული ვიყო ყოველ დღე ტრეიდი გახსნა და ყოველ დღე ფული გააკეთო. ყოველ დღე ფულს არავინ არ გააკეთებინებს, ხვდები? იმიტომ რომ ახლა არავის არ უნდა შენ ფული გააკეთო. ყოველთვის იმას ეცდებიან, ვიღაცას უპირისპირდები. აქ ვიღაცას უპირისპირდები, ეგ ერთი, მაგრამ მე უპირისპირდები შენ თავს. და ბევრი ისე არის, რომ ყოველ დღე ცდილობს ფული გააკეთოს, ყოველ დღე ესე გააკეთოს და ნუ იდეაში ფეილდება რა. ამიტომ ყოველ დღე სავაჭრო დღე არ არის და არ ხარ ვალდებული დააჭდე ყოველ დღე ჩარტზე ანალიზი გააკეთო, ფული გააკეთო. კაი, ფული გააკეთება ყოველ დღე, მაგრამ იდეაში რეალობა ეს არის, რომ არ ხდება ეს. კაცრად იცავს თავისივე შემუშავებული სავაჭრო სტრატეგიის გეგმას. ახლა უყურე რა არის სტრატეგიის გეგმა, გეიმ პლანი. ახლა უყურე გეგმა არის ერთ-ერთი უმთავრესი რაღაცა, კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ გეგმა თუ არ გვიქნება მარკეტზე, ვიქნებით ბრმად. ახლა უყურე გეგმა არის ის რაღაც კრიტერიუმი, რასაც უნდა მიყვე იმისთვის, რომ ფული გააკეთო. ახლა უყურე მე თუ მიწერია 7 კრიტერიუმი, რომ მინდა რომ მარკეტმა ეს დამანახოს, ესე გააკეთოს და მე აი აქ სიტყვაზე აი ამას ვიზავ და აქენა გავლოვა და უშურტავ, ეს არის გეგმა. მაგრამ მე მოდის მოდელი. მოდელი რა არის? ნუ იდეაში გეგმის საპირისპიროა, იმიტომ რომ მოდელი არის სტრატეგია არის ის, რომ მიყვე წესებს, რაც იდეაში გაქცეს პროფიტულს. მაგრამ ზოგმა ეგ წესებიც არის, ხვდები? იცის, მაგრამ ვერ მიყვება, ბრმად მიყვება, ხვდები, იმიტომ რომ ბრმად მიყვება, ასე ვთქვათ რა, მაგრამ მოდელი იდეაში ეგუება მარკეტის გარემოებას. რა მარკეტზე გვაქვს რა? ნუ მაგას დეტალებში კარგად ჩავშლით, შეიძლება ხა ცოტა ვერ გაიგო. იმიტომ რომ მაინც ისეთი ინფორმაცია, მაგრამ მაგას თქო რომ მე ყველაფერს ისე მიყვები ქრონოლოგიურად, რომ დავალაგებთ ყველაფერს მარტივი იქნება გასაგებად. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაგაჩნდეს. რაღაც გეგმა, რასაც მიყვები მარკეტს, იმიტომ რომ ფული გააკეთო. კიდე გაიწიშა ეკრანი. რატო? აბუდე ფერცევა. მიწთი. საჭირს ალბათ რა. არც ხლა გახსნა. არა. ეხლა? არა. მაშაბათ სალცერკი გავაზიარებ ხოლმე ესე ვიზავ. აი ახლა გაიხსნა. გაიხსნა? კი. ოკეი. დავით მეხუთე. მკაცრად იცავს თავისივე შემუშავებული სავაჭრო გავიარეთ, ოკეი. მეექვსე, იცის საკუთარი სტატისტიკის წარმოება და შეუძლია სტატისტიკაზე მუშაობა. ეხლა სტატისტიკა რა არის და რა შეგვჭირდება?
სტატისტიკა იმაში ვжиდება, რომ წარმოვიდგინე ხა, რომ გახსენი 1000 ტრეიდი. 1000 ტრეიდი გახსენი. მაქენა წააგე, ну აჰა, 300, 700 წააგე, ჯანდავს რა მნიშვნელობა აქვს. წააგე 300 ტრეიდი. და მე თუ მექნება ეს 1000 ტრეიდის ინფორმაცია, ჩაწერილი სადღაცა ჟურნალში, საიტზე, მნიშვნელობა არ აქვს რა. და მე ვიცი, რომ 300 ტრეიდი იმის გამო წავაგე, რომ მოხდა ეს და ეს. ვიყავი ხარბი, ვიყავი მშიშარა, ვიყავი ესე და ვიყავი ასე. მე ეს ინფორმაცია დამეხმარება იმაში, რომ ეს შეცდომები გამოვასწორო მომავალში. ნახე? ეხლა მე სიტყვაზე ვიცი, რომ 300 ტრეიდი იმის გამო წავაგე, რომ ვიყავი ხარბი. მოვიგე, მაგრამ კიდე მომიდა მე მოგება და წავაგე. მიხდი ხო? როგორ? გემბლერები ხო? გემბლინგი. დაახლოებით კი, მაგრამ უყურე, ეხლა მე თუ წავაგე 300 ტრეიდი, ხო? და ეს დავიკიდე უბრალოდ და გავატარე. ну რა მნიშვნელობა აქვს წავაგე ხო რაღაც. მე ჩემ თავს იმის საშუალებას არ ვაძლევ, რომ მე ეს გავაანალიზო და ვიმუშაო ამაზე. ოკეი, წავაგე, რა პრობლემა არის? მოვიგებ ხო რაღაც არა, მაგრამ უყურე, უნდა დაждე, ეს ინფორმაცია ჩაიწერო, ტრეიდი მოიგე, ხო? როგორ მოიგე? როგორ შეგელო წაგეგო? რა შეიძლება მოხდარიყო, რომ ეს ტრეიდი წაგეგო? წააგე, ხო? როგორ შეგელო ეს ტრეიდი მოგეგო? სად დაუშვი შეცდომა? რა გააკეთე არასწორად? რა შეგელო გაკეთებინა არასწორად? როგორ? კი, გასაგებია ხო? ჩვენ ვცდილობთ ის. არა, რაღაც გაჭედავს ხოლმე ხანდახან, თუ რაღაც თქმა გინდა და მაგრამ ითიშება ხოლმე ხო უბრალოდ. რაღაც ჩემ ინტერნეტში უაჭველი პრობლემა. ხო და იდეაში ეს ინფორმაცია შევინახოთ. სად უნდა შევინახოთ? ეგ მეორე საკითხია, შეიძლება შევინახო Notion-ზე, მაგას მე გასწავლი, შემახსინა უცვლებლად. ჩაიწერე მე Notion-ზე რაღაცა, იმიტომ რომ შეიძლება გადამაუწყდეს მე, ან შეიძლება ჩაიწერო რავი ჟურნალში. ну ფურცელზე რავი, რაღაცა შენზე დამოკიდებული. მე ვიდეოების სახით ვინახავ ხოლმე, ვიდეოების ჩანაწერები მაქვს და რო ტრეიდს ვსნი ვიდეოს ვიღებ ხოლმე და მაქედან მე გადავამოწმებ ხოლმე რამე თუ გავაკეთებ სწორად არასწორად. ხო აღიარებს საკუთარ მარცხს, ხო აი მარცხის აღიარებაზე წეგან ვისაუბრეთ რა. ისე შეგონა გაითვალისწინო ყველაფერი. იმიტომ რომ არავის არ უნდა დააბრალოს, შენ თავს უნდა დააბრალო მარტო. ეგ არის შენი თავარი მიზანი. ცulis საკუთარ გადაწყვეტილებას ხოლმე არგუმენტების გათვალისწინებით. ხო არგუმენტების გათვალისწინებით ეხლა უყურე ეგ უკვე ჩარტზეა დამოკიდებული. მაგას მე გავუვლით ეხლა რაღაცები არა ვიხსნია. იმიტომ ამას მე დავუბრუნდებით აუცილებლად. ხო ეს მეცხრეც იდეაში იგივე არის. ყოველთვის უნდა გქონდეს მოვლენების განვითარების რაუნდენი მოდელი, იგივეა ჩათვალე. და მეათე, ყოველთვის უნდა იცოდეს დადებითი ან უარყოფითი პოზიციიდან გამოსვლის მომენტი, stop loss-ი, take profit-ი. ეგ ლევანი აგეხსენდა მაგას, ხო? კი, ეგეც ამახსენე. აი რატო გჭირდება stop loss-ი, იდეაში გჭირდება იმისთვის, რომ დიდი წაგებისგან თავი დაისხვიო, დიდი წაგებისგან და take profit-ი გჭირდება იმისთვის, რომ იდეაში გაღორებისგან თავი დაისხვიო. როგორ გაღორდე რა? და რომ ბევრი ღორდება ხოლმე და მეც მქონია ეგეთ მომენტები, რომ მომიგია, ბევრი თანხა, მაგრამ კიდე მომდომებია მეტიც მოგება და იდეაში მაგას იდეაში მაგას წამაგებინე მე ტრეიდები, ამიტომ ეგეც უნდა ვიცოდეთ რა. დავით ყოველგვარი ილუზიებისგან უნდა განთავისუფლდეს და გადაწყვეტილებები მიიღოს ფაქტებზე დაყრდნობით, ხო? ილუზია ეხლა რა არის? ანუ ნუ ყველაზე დიდი ილუზია ის არის ტრეიდინგთან დაკავშირებით, რომ რაღაც ტრეიდინგი მარტივია. ეს თქვა აი დაჯდები ჩარტზე, დილის 9-ზე გაიღვიძებ იდეაში, ან 7-ზე 8-ზე გაიღვიძებ. ყავას დალებ 9 საათზე, კაცი ჩარტზე დაჯდები 11 ტრეიდს გახსნი, მე ფულს გააკეთებ, უი, რაღაცა ესე რა, როგორც მარკეტინგულად ხდება ხოლმე რა. ტრეიდინგი არის ბიზნესი. მაგრამ მივდგე როგორც ბიზნესი. და რაღაც ჰობი არ არის ეს, ანუ თუ ჰობი გონია, ჯობია, შენ თავს დაეხმარე და უბრალოდ თავი დაანები ეხა, ნუ აღარ შემოხვიდე უფრო ღრმა ტრეიდინგში. იმიტომ რომ უფრო ღრმადაც ფორმატში ეხა მე უფრო ცოტა ის არის რა. განებობა რთულია რა ეს ტრეიდინგი, იმიტომ რომ როცა დაიწყებ, როცა რაღაც ეტაპამდე მიხვალ, მე უფრო გიჭირს რომ თავი დაანებო რა. ამიტომ ცოტა ხანი გაანალიზე რომ ეს ჰობი არა, ეს არის ბიზნესი. კი, ეგ გავაანალიზე უკვე. კი ბატონო. ხო, პროფესიონალ ტრეიდერი არ მკითხაობს. ხო, არ უნდა იმკითხაოთ, ესე ხურდა არ უნდა ავაკეთოთ. ტრეიდი არ უნდა გავხსნათ, მაგრამ ეგ ბევრს ეშლება. მკითხაობენ უბრალოდ მაგათი ტრეიდინგი მკითხაობა ზოგ-ზოგიერთების. ну დაწყებები არიან ზოგმა უბრალოდ სწორი ინფორმაცია არ აქვს, მოდი ესე გეტყვი. მე თვალიც არ არის ხა. ეხლა მე რო ვიცი რომ ეს ცუდია ჩემთვის, თუ ჩემი თავისთვის კარგი მინდა, მე გამოვასწორებ, ხო? თუ ვიცი რომ კარგია, გავაგზავნებ ხო, მაგრამ ვერ ხდებია. მე რა სწორი ინფორმაცია გვბევს. ხო, სწორი და არასწორი ტრეიდინგში არ არსებობს, ესე გეტყვი რა. ოღონდ ის სწორი და არასწორი რაც ახლა ლაპარაკობთ, ეგ სხვა თემაა, მაგრამ
ეხლა მე თუ ვიტყვი რომ შენი სტრატეგია არ მუშაობს, არასწორია, მე ვწდები, იმიტომ რომ ყველაფერი მუშაობს, გააჩნია ვინ ვაჭრობს მაგას. შეიძლება ჩემთვის აი ამან იმუშაოს სიტყვაზე აი ეს ნახაზმა, ხო? ჩემთვის იმუშაობს, მაგრამ შენთვის არ იმუშაობს. შეიძლება შენთვის მუშაობს აი ეს ნახაზი. რაღაც ვწდები? ყველა თავის ენაზე ვაჭრობს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ფული გავაკეთოთ. ყველაფერი იდეაში მაგას დადის, ფული გავაკეთოთ. უნდა შეეძლოს ყველა თავისი ორდერის ახსნა. ანუ ორდერი ან პოზიცია რაც არის, ხო? ამის ახსნა უნდა შეგვილოს ჩვენ. ამის ახსნა თუ არ შეგვილია, ესე იგი ვიგემბლერეთ, ხვდები? ანუ გემბლინგი გამოვიდა იდეაში. გემბლინგი რა არის? ხა გემბლინგი არის აზარტული იდეის თამაში, სადაც არანაირი კონტროლი არ გაგაჩნია შენს რაღაც პოზიციაზე, ხო? ანუ სროც დაარტყი. წკაპ, თამაში. მოიწთი, ეხა ის შემეხმა. კი, ეხლა ხო, რაღაც გავჩერდი, ხომ გაჭირდა უბრალოდ. ხო, არსებობს ოდნავი გემბლინგი, რო გითხარი, იღბალზე დამოკიდებული და მე არის ის სკილებზე, გამოცდილებაზე, ცოდნაზე, როგორცა პოკერი, მაგალითად, კარტით თამაში. კარტს მე ვთამაშობ ხოლმე პოკერს, რავი. ეგ სხვანაირი გემბლინგია. მაგალითად, რავი, სპორტ ბეტინგი, მეგეც გემბლინგი არის, მაგრამ უფრო შედარებით დაბალ რისკიანი და უფრო იცი რასაკეთებ მაინც, დაახლოებით მაინც. აი, ეგ შეიძლება ხოლმე ტრეიდინგსა და გემბლინგს შორის, რომ შემოვა ეს დამწყები ტრეიდერი, ეხლა ვიღაცა ტიპი აქა-იქა ტრეიდს გახსნის, ფულს წააგებს და უი გემბლინგია. ხდები? ხო, იმიტომ რომ აიციან რასაკეთებენ, შემოდიან მარკეტზე, ანალიზაც ვერ აკეთებენ, ისე უყურებენ მარკეტს, რომ აი, ხდები რა. და ეგენი უფუჭებენ სახელს ტრეიდინგს, იმიტომ რომ, ნუ, ეხლა გეტყვი რომ ეგენი იდეაში არც უნდა იყვნენ. წავიდნენ არა უშავს. მაგრამ იდეაში სახელს უფუჭებენ რა. ეხლა ეგეთმა ტიპმა მას უნდა წააგონ. თუ მგითხავ, ხო ცუცფოზი ახლა რომ წააგონ, მაგრამ უნდა წააგონ, იმიტომ რომ არც ღირსების არ არის ესე ვთქვათ რა. ეგ უნდა ვიცოდეთ. კარგად უნდა ისმოდეს რომ 100-იანი ზუსტად შეუძლებელია. ანუ 100-იანი მოგების ალბათობა არ არსებობს. ნუ არ არსებობს რა. რომც არსებობდეს ჩვენ, ანუ რიტეილ ტრეიდერებს, გადამყიდულ ტრეიდერებს ეს არ გვეცოდინება. იმიტომ ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ მე ბანკებივით ვაჭრობ, ანუ ბანკი, ჰედჯ ფანდი, ინსტიტუცია, ნუ კორპორაციები, მოკლედ მარკეტ მეიქერები ესე ვაჭრობ, ისე ვაჭრობ, არა. იმიტომ რომ ხო ყურე იმისთვის რომ ბანკებივით ვაჭრო, თუ ბანკები, ანუ იდეში დიდი ტიპები, ვინც იდეში ვეშაპები არიან და მარკეტზე ახდენენ მანიპულაციას და მარკეტს ამოძრავებენ, ეგენი, ყურე, შენ ხო აი აქ ახარ? აი აქ ახარ შენ მაიცე და შენ აქ გვიჩვენებს რომ ჩარტი ეს აქ არის, ხო? ისინი აქ ხედავენ უკვე, ხვდები რა ხდება? ეს არის მაგათი ნაფეხურები. და როგორ ვაჭრობ მაგათთან ერთად? მაგათ მიუყვებით უბრალოდ. მაგათ ნაფეხურებს ვკითხულობ, ხვდები? და ზოგს გონია რომ ბანკების მომავალი რაღაცა იციან, რა მოხდება, როგორ მოხდება. შეიძლება იცოდე, მაგრამ ეს 100-იანი მოგების ალბათობა არ არსებობს. 30%-იანი, 40%-იანი მოგების ალბათობაც რო ქონეს, ხო? ეგეც ძალიან კაია. სტაბილური ოღონდ, ეხლა უყურე, მე თუ მაქვს მოგების ალბათობა 100%-იანი და მუშაობს 2 კვირა, სულ არ მინდა რომ ეგ ქონეს, იმიტომ რომ 2 კვირა რომ მოვიგებ, ცოტა მე 1-3 ოთხე მივაყოლ და წავაგებ. აქ საუბარი გვაქვს სტაბილურ მოგებაზე და არა იმაზე, რომ უი რაღაცა 1 კვირა 100-იანი მოვიგო, 200-იანი რაღაც. ხვდები? სტაბილურობაზე აქ საუბარი. ვიდრე იმაზე, რომ რაღაც 1 კვირა მოვიგო რა. თორმეტს ქონია ეგეთ მომენტები. ქონია ამიღია ფანდები, აკაუნტი სავაჭრო და 2 დღეს ჩამებარებია, 3 დღეს ჩამებარებია და მქონია 100%-იანი მოგების ალბათობა. იმას ხო ანიშნავს, რომ ეს გაგრძელდება 1 თვე, 1 წელი, 2 წელი, 3 წელი. თავარია სტაბილური იყოს და მეჩვენია მქონეს 20-იანი და 30-იანი. ეხლა მე მაქვს 30%-იანი მოგების ალბათობა. 10-დან 7 ტრეიდს წავაგებ, მაგრამ სამ რომ მოვიგებ ის 3 ტრეიდი, მოგებული 3 ტრეიდი დაფაროს იმას რა, იმ წაგებულ ტრეიდებს. და მაგასთან ნორმალურად თავბრად, არაფერი პრობლემა არ მაქვს. ოკეი. ეხლა უყურე. უნდა იყოს დისციპლინირებული. ასახსენეთ ეხლა ყველაფერი უნდა გაითვალისწინო ეს რაღაცეები და არა მარტო ეს რაღაცეები, ყველაფერი. რაც იდეაში აქ ეხლა აქ ახსენით და მე უკვე რას გავულით უკვე მომავალში ჩარტებს. უნდა გააჩნდეს კარგი რეაქცია. ხო, რეაქციაში ხარ აიგულისხმება. რეაქციაში როცა ვიახ ხოლმე რომ აი ტრეიდს გავხსნი მაგალითად,
აი აქ ტრეიდს გავხსნი მიტყვაზე ხალხს გონიათ ხოლმე აი ლაივში ვარ რაღაცა ვიღაც ვეუბნები რაღაცას გონიათ ხოლმე რომ აი აქ ვიძახ ტრეიდს გავხსნი ეგრევე გავხსნი რა მაგრამ მე მას გულისხმობ და იდეაში მაგას ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის რომ ფასი ამ ადგილზე რომ ჩამოვა აი აქ რომ მოვაფასი აქედან მექნება გარკვეული რეაქცია ფასზე აი სხვაზე ფასი თუ დაილონგება აქედან და მანახებს მყიდველი შემოსვლას მარკეტზე ან რაღაც გარკვეული რეაქცია იქნება მნიშვნელობა არ აქვს მაგას მყიდველი შემოვა გამყიდველი შემოვა იდეში მაგის მიხედვით მე გადავწყვეტავ რაღაცა აქედან ლონგს გავხსნი ტრეიდს გავხსნი საერთოდ თუ ვაფშე არ გავხსნი ხდები და ზოგის ეგეშლება ხოლმე უბრალოდ რომ რავი ფასი მივა რაღაც კონკრეტულ დიაპაზონში იქიდან ტრეიდს აუცილებლად გახსნიან და აგებენ ან მერე იგებენ იდეში ცოტა ცუდი მიდგომაა ეგ ჩემი აზრით ყოველთვის და ყველაფერს უნდა იწერდეს ხო რატო უნდა იწერდე ყველაფერს იდეში ეგ უკვე ახსენე ეგ უნდა ვიცოდეთ ოკეი ეხლა რა მეაქედან კითხვა თუ გაქვს გისმენ და მე გადავიდეთ უკვე რაღაც მაქედან რაღაცები გქონდა აი ჩანს მაინტერესებს აი სიგნები როა და რაღაცები როა ხო იცი სავარაუდო იმას რომ წერენ კი ბატონო მაგაზე რა მაგაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი არ მუშაობს ერთი კეთილი იმიტომ რომ როდესაც მასა იყენებს ასე ვთქვათ სადაც მასა არის იქ იდეში კაი რაღაცები არასდროს არ ხდება რა ეხლა წარმოიდგინე რამდენია ეხლა შენ და ერი მაგალითად დამწყები ტრეიდერი რომელიც ფიქრობს რომ ეგ მუშაობს ეხლა მე რო არ მეტყვი სიტყვაზე შენთვის ეგ არ იყიდო ხო დაიკიდე ეგ რაღაც შეიძლება გეყიდე ხო ხო აპირებდი რაღაც ეგეც და ხო აი გასაგებია უყურე ბევრს აი მაგალითად როგორც მყავს ორი მენტორი ხა რომელიც აგიხმარება შენ რაღაცა გზაზე თუ გადასავალზე ბევრს არ ყავს ეგეთი და ბევრი ყიდულობს მაგას და სრულად გასაგებია რატო ყიდულებენ მაგას მარტივი გზა უნდათ რაღაცა უი რა კაია რაღაცა ტრეიდერების ბიბლია არის თქო რომ ყველაფერი უკან ნახოს და ისე გააკეთოს რა ეგეთი მარტივი რო იყოს დამიჯერე რავი ყველა გაშეძლებდა რა ყველა შეუძლია ტრეიდინგში ფული გააკეთოს მაგრამ ერთი პრობლემა რამდენი პრობლემა არის ერთი ეგ რომ სწორი მიდგომა არ აქვს ან აქვს სწორი მიდგომა მაგრამ თავისთვის ვერ უთქვიათ რომ აი ეს ესე უნდა იყოს ესე უნდა გავაკეთო მაგრამ ვერ იმიყვებიან ამას რა ბევრი პრობლემა არის თორე ჩემი აზრით სწორი მიდგომით და სწორი დისციპლინით ყველა შეუძლია რაღაცა გამოვიდეს ტრეიდინგში ყველა ვიტყვით ხა რომ ყველა მილიარდერი ან მილიონერი გახდება მაგრამ რაღაც შედეგამდე შეიძლება ყველას მივიდეს რა ეხლა სოფლიოში 10 მილიარდერიდან 9 ტრეიდერია ან ინვესტორი იდეში ორი თითქმის ერთ და იგივე სფეროში არიან რა ხო დაახლოებით ეგეთი სტატისტიკა გვაქვს ხო ვიდეოს ხო იწერს კი ბატონო ვიდეოს იწერს ოკეი ეხლა მითხარი ხსმენია თუ არა რამე სუპორტსა და რეზისტანსს მაგაზე ავსწორი ოკეი ეხლა რა არის სუპორტი და რეზისტანსი რამდენი ხანია ტრეიდინგში ხარ მე ხარ იდეაში დაინტერესდი ამით რავი ესე ალბათ ამ წელს 2025 წელს რა ფიქრობ მაგაზე თან ჩემი ნაცნობი და ჩემი სტრეს თითქმის მაგ სფეროშია თავისი ნათესავით და რავი ისეც მაინტერესებდა რა ის თუ ხარ სადაც კოინები რო ხოლმე რაღაცებს ველოდი ხოლმე რა ნუ იქნებ მოგებოდეს კარგი გქონია ოკეი გასაგებია ორი ზუთი ხარა მინდა მეგავაკეთო ზუთი სადაც ოკეი ეხლა აუხსნათ რა არის სუპორტი და რეზისტანსი ოკეი წარმოიდგინე რომ ფასი მიდის ზემოთ მხარეს ხო სანამ ჩარტი არა ახლა ვიცი ხა მარტო ამას გავაზიარებ ისე რომ მარტო ის გამოჩნდეს აბა შეხედე არა ახლა საჭო რატო ეხლა მართლა ხარო აჭისტო ორ უშავთ ხა აბა ახლიდან რა შემოხვიდე შეგიძლია
აბაცადე Discord-ზე შემოვიდეთ. Discord-ზე იდეაში ჭედავს ხოლმე, პროცედურის იქნება. თუ გინდა შემოვიდეთ Discord-ზე. რა შენთვის როგორც ის Okay, Discord-ზე რა გაწერე მომწერე? იცადე, მოწერე. კარგი. ნაკლასოს სამშობლო. სათლებს არ ისე ვაღებჩენებ პრობლემს, ხედავ? აი, ხოჩის. Okay, просто მაგრამ მე რაღაც დავხატე და მაგიტო ვიყავი, მაგრამ ასული პრობლემა. ეხლა უყურე. წარმოიდგინე რომ ფასი მიდის ზემოთ მხარეს. აი ეს. რაღაც კონკრეტულ დიაპაზონი ვერ გატეხა. ესე. და იდეაში აქ ორი ვარიანტი არსებობს. და ეხლა რატომ მოხდა ესე? ფასი როცა ზემოთ მიდის, ხო? და ვერ წავა კიდე ზემოთ და ჩერდება უბრალოდ აი ესე როგორც მოხდა იქ მაგალითად. თუნდაც ამ ადგილზე. ეს იმის მანიშნებელია, რომ აქ შემოვიდა მყიდველი, მაგრამ ბოლოს გამყიდველი იდეაში ეწინააღმდეგა აჯობა მყიდველს და ფასი დაეცა. აი ეგ იყო წინაღობა. წინაღობა შეხვდა ვის? მყიდველს. და ეს წინაღობა არის იდეაში ეს ადგილი არის ძლიერი გაყიდვის ადგილი. და ამ ძლიერი გაყიდვის ადგილზე რამოდენიმე რამე შეიძლება მოხდეს. პირველი. შეიძლება ფასი უბრალოდ გვერდებზე ამოძრავდეს ესე. ეგერთი. ან შეიძლება უბრალოდ ფასი დაიშორტოს, ამოვიდეს ქვემოთ და მე დაილნოს რაღაც გააკეთოს. ან დაიშორტოს, ისევ დაბრუნდეს ამ ადგილზე, ეს ადგილი გატეხოს, ანუ მყიდველი ისევ დაბრუნდეს მარკეტზე და აჯობოს გამყიდველს და გაილონგოს. ეს მესამე და ნუ შეიძლება აქ ხო დაიშორტოს. გაილონგოს, ეს ზონა გატეხოს, ეს ადგილი გაიღვეს და ჩამოვიდეს და ეს დიაპაზონი გაიტესტოს, ანუ ესეთი რიტესტი მოხდეს. მიხდი? კი. ხო, ეს არის ჩვენი წინაღობა. ამას ეწოდება წინაღობის ზონა. და კიდე ეს რაღაც შეიძლება მოხდეს, უბრალოდ ფასი დაიშორტოს ესე, დაბრუნდეს ამ ზონაზე და მე ისევ დაიშორტო, რიტესტი გააკეთოს იდეაში რა. აი როგორც სიტყვაზე, ახლა აქ არ მოხდა ეგეთი რამე, მაგრამ ნუ რა მოხდა რატომაც არა. ნახე, აქ შემოვიდა მყიდველი, ნუ ვერაჯობა ბოლოს გამყიდველს ფასი დაიშორტა, ეს ზონა გაწყდა და ნახე, ფასი დაბრუნდა რიტესტზე. ანუ გადახედვაზე. და აქედან ტრეიდის შეველო გაგვეხსნა ჩვენ, მოხდი? აჰა, გასაგები. მე იცოდე კიდე მაგალითები ვნახოთ. აიქაც მაგალითად, შეხედე. ნუ ეს წინაღობა არის, შეხედე, ამაზე თუ ვეღარ მიდის მყიდველი, ფასი მე ბოლოს როგორც ხედავ დაიშორტა პატარათი, შემოვიდა მყიდველი, ეს ზონა გატეხა, ეს ახლიდან გაიტესტა, შეხედე ამას. ახლიდან გაიტესტა და გაილონგა. აქაც ახლიდან გაიტესტა და იდეაში აქაც მე ვერ ჩამოვიდა ბოლოს, მაგრამ ნუ როგორც ხედავ, აქ ჩამოსაუწყო აქედანაც გაილონგებოდა. უბრალოდ ეს სუპორტი გატესტა. ეს არის წინაღობა, რაც ახლა ახსენეთ, აი ეს ადგილი. და ხა რა არის მხარდაჭერა? ანუ სუპორტი. შეხედე, ფასი მოდის ქვემოთ და რაღაც კონკრეტულ დიაპაზონი ვერ გატეხა ქვემოთ მხარეს. აქაც იგივე სცენარი შეიძლება გამართდეს. გაილონგოს, დაიშორტოს, ეს ზონა გატყდეს მე დაიშორტოს ისევ. ან მიდეში ეს ზონა გატყდეს, რიტესტი მოხდეს და დაიშორტოს, ან ამ ადგილს შეეხოს და აქედან გაილონგოს. იგივე სცენარი შეიძლება გამართდეს. ხო, ეხლა უყურე, ამ ეს სუპორტს და რეზისტანსს რაღაცა შეიძლება საერთო ქონოთ. ეხლა წარმოიდგინე, რომ ფასი მიდის ქვემოთ. რაღაც ზონა ვერ გატეხა და მე აქედან რაღაცა მოხდა, ხო? ეს ზონა გატყდა ბოლოს. დაიშორტა და ეს სუპორტი, ეს მხარდაჭერის ხაზი, ხო? გაიტესტა როგორც წინაღობად, ნახე? ამ ზონას და ამ ადგილს ქვია key level, საკვანძო დონე. ნახე? და აქაც შეიძლება ტრეიდი გახსნა. რიტესტი, ეს არის ჩვენი რიტესტი, აქეთ ტრეიდს ხსნით. წინაღობაზე მოხდა, ხო, ეგეთი რაღაცა. რაღაც ესეთი რაღაცა. ეს არის ჩვენი ისევ key level, საკვანძო დონე. ეხლა მინდა კიდე ეს რაღაცა ახსნა. რაც მომავალ ლექციაზე ძალიან გამოგვადგება ჩვენ. ეხლა უყურე. ეს არის ჩვენი toolbox-ი. box-ი ქვია, ასე ზახტა, rectangle როგორ იკითხება, ეგეც არ ვიცი. Okay. ეხლა უყურე. როგორც ხედავ, აქ შუა ხაზი გვაქვს, ხო? და აქეთ რაღაცა. ეს ორი ადგილი იყოფა. ეს ერთი იყოფა და ეს მეორე. აქ შუა ხაზი იდეში ამას ყოფს. ეხლა რა არის ეს ადგილები? ამას ვეძახი 3 წესს. 3 წესის ზონა. 3 წესი, როგორც კი. პირველი ზონა არის ეს. მეორე ზონა არის 50%. და მესამე ზონა არის იდეში ეს ადგილი. იდეში აქედან.
პირველი ზონა არის მეორე ზონის ზემოთ, დაახლოებით აი ეს ფლიანი ადგილი პირველი ზონა არის, მეორე ზონა უბრალოდ და მეორე ზონის ქვემოთ არის მესამე ზონა. და ეს იმ შემთხვევაში თუ გვაქვს სუპორტი, თუ გვაქვს ყიდვის ადგილი, მიხვდი? და თუ გვაქვს წინაღობა, ანუ გაყიდვის ადგილი პირიქით არის. ანუ ეს არის მესამე ზონა ზემოთ, ეს არის პირველი ზონა და მეორე ზონა კიდე ყველგან მეორე ზონა არის. აი გამოდის. გასაგები არის. ახლა უყურე, რა ვშვებით ამ ზონებს? ეს კარგად აიმახსოვრე არ აგიგეს მე. ეს წავშალოთ მაინც და ამ პირველი ზონიდან თუ გვაქვს ყიდვის ზონა, პირველი ზონიდან ყოველთვის ვლონგავთ. ყოველთვის იმას გულისხმობ, რომ განავალდებული ხარ რაღაცა. პოტენციურად ვლონგავთ ყოველთვის. ნახე? აქედან გავხსნით long trades. დავაკვირდებით ლონგებს იდეაში. და stop loss დავაყენეთ მეორე ზონაში. ანუ stop loss ყენდება აი ამ ადგილზე. და ასევე შეგვიძლია გავლონგოთ მეორე ზონიდანაც. ნახე? აქედან შეგვიძლია გავლონგოთ და თუ აქედან გავლონგავთ stop loss დავაყენეთ მესამე ზონაში. და რა ხდება მესამე ზონაში? თუ ფასი ჩამოწდება მესამე ზონასთან ჩამოწდება ამ ადგილს, აქედან ვაკვირდებით შორტებს. ვაკვირდებით აი მახსოვე ეგეც. ანუ მაგდან stop loss ვერ გადავაყენით, ხო? აქედან თუ დავშორტავთ, ხო? დავაყენებ stop loss ამ ადგილზე. ან ამ ადგილზე გააჩნია როგორი რისკია რა. ასევე ხა უყურე, შეგიძლია აქედან აქამდე ხო და შორტო. და თუ ამას გატეხავს, ხო, უფრო კარგი შორტი იქნება, იმიტომ რომ მართლა გვანახებს რაღაცა თუ მონიშნავს თქვა სუპორტთან დი რეზისტანს, იმიტომ რომ მე მომოლექსეს ნახოთ ეგ სუპორტი supply demand. და იდეში აქედან თუ დაიშორტება და აქ ჩამოწდება ფასი, იდეში აქედან შეგვიძლია დავშორტოთ. პოტენციურად ძალიან კაი შორტები არის ხოლმე რა. და თქო უნდა აქედანაც ამის ზემოდანაც. ახლა განახებ როგორ მუშაობს მარკეტზე ეს ყველაფერი. აი მაგალითად გადავიდეთ 15 წუთიანზე და ვიპოვოთ რამე კარგი demand სუპორტის ზონა ან supply ზონა. სადაც შეგვიძლია ტრეიდი გავიხსნა პოტენციურად. ეს ადგილი მუშაობდა წესით. კი ბატონო. ეხლა უყურე. აქ გვაქვს მხარდაჭერა, ნახე? ფასი ამის ქვემოთ ვეღარ მომდის, როგორც ხედავ, რაღაცა მოხდა. მხარდაჭერა არის. ამის ქვემოთ ვეღარ მიდის ფიზიკურად, იმიტომ რომ არ ყოფნის ეს გამყიდველი ძალა. ოკეი, ფასი ზემოთ წავიდა. აქ შეეხო ამ წინაღობას. ნახე? წინაღობა ვეღარ უშვებს მე ზემოთ. ფასი გაჩერებულია. შემწყდაულია ერთ ადგილზე. ერთ წუთი რა ბოდიში რა. კი ბატონო. ერთ წუთი მოგონის აუ. ოკეი. ბოდიში რა მეძახე და. არაფერი კაცო. ნახე? აქ წარმოიგინე ფასი როგორც იდეაში გაჭედები ერთ ადგილზე, ელოდება რომ მხარის გასკდება რომ მიდეს დაიქცეს ან რაღაც გაიზარდოს, ხვდები? ეხლა უყურე აქ შეეხო დაიშორტა. ამას არ განვიხილოთ. თქვენ უფრო საინტერესო რაღაც მოხდა რა. შეხედე, როგორც ხედავ, ეს სუპორტი გადყდა. ეხლა რა შვებით? მოდი გადავიდეთ 1 წუთიანს. ეხლა ვარ 15 წუთიანს. რა time frame-ს არ მქონდეს ხოლმე ანალიზი, იქნება 15 წუთიანი, 5 წუთიანი ტრეიდის აღება ყოველთვის მირჩევნია 1 წუთიანზე, იმიტომ რომ ფასი ხედავ, ხვდები რა ხდება. ეხლა 15 წუთიანზე კი გვაქვს ეს რაღაცა სანთელი ესა ისა, მაგრამ დეტალებში ვერ ხედავ რა ხდება ფასის სინამდვილეში, ხვდები? ანუ რა მომენტში შემოიმწყება, რა მომენტში შემოდის გამყიდვა, იმიტომ რომ აქ კი მოძრაობს, მაგრამ დეტალებში ვერ ვხედავ. 1 წუთიანზე გადავიდეთ, მოდი ხა. მოიპოვოთ ეს ზონა სად იყო ეხლა. ჯანდაბა ძალიან შორს არის. 3 წუთიანზე გადავიდეთ, მოდი. ნახე? ამ სუპორტს ვერ წეხავს და ეხლა რა მოხდა? როგორც ხედავ, ფასი შეეხო ამ ადგილს, აი მაგაზე საუბრობდი. შეხედე, იქი ჩანდა რომ ეგრევე გატეხა, მაგრამ იქ არ ჩანდა ეგრევე რომ გატეხა, ხვდები? რაღაც ანთლები კი იყო, მაგრამ აქ ხედავთ რა მოხდა სინამდვილეში, შეხედე? შეეხო პირველ ზონას, პირველ ზონა დაილონგა. ოკეი, პატარა scalp trade-ი შეგვიძლია ვაგიღო. scalp trade იცი რა არის? scalperi ან swing trader-ი. კი, ეგენი ამიხსნა. ოკეი. პატარა scalp trade-ი შეგვიძლია ვაგიღო აქედან. შეხედე, მეორე ზონა იდეში გაიტესტა, გაილონგა. ოკეი, ეს უკვე კაის ნიშანია. ისევ კიდე შეეხო გაილონგა, კიდე შეეხო გაილონგა. ნახე რა მოხდა ეხლა? გატეხა მესამე ზონა და მაგაზე გეუნებოდი რომ რიტესტი. გადახედო ახლიდან. და მოხდა ახლიდან გადახედო. შეხედე? ახლიდან გადახედა ამ ადგილზე, დაიშორტა და კიდევ ახლიდან გადახედა. შეგვეძლო აქედანაც აგვიღო ტრეიდი მეორე ზონიდან, stop loss დაგვეყენები და მესამე ზონაში ამ ადგილზე, აქ აღარ გაგოსტოპებდა, იმიტომ რომ ეს აქ იყო, ეს არაფერია. და ნახე კაი შორტი წავიდა.
ან აქედან შეგო ტრეიდი გაგიხსნა, ან გაგიხსნა მესამე ზონიდან. ნახე, მეორე ზონაში სტოპ-ლოსს და დაბალი რისკი უფრო და ნახე რამხელა ტრეიდი იყო. რამდენს გააკეთებდი ფულს წარმოიდგინე. მაგაზე არ ფიქრობ, მაგრამ უბრალოდ მაინც კაი ტრეიდი იქნებოდა ულამაზესი და აქ რა გავაკეთეთ ახლა? ახალი ველოსიპედი კი არ გამოვიგონეთ. რაც ვიცოდით და ძალიან მარტივი ანალიზით იდეაში ტრეიდი გავხსენით. რაცო. რა ფერტული ხო? რა დავალება გექნება ეს, რომ იდეაში გადახედო მარკეტზე ამ ყველაფერს, დახაზო აი ამ თულით, აი ამ ბოქსით, აი ეგ არის მე-4-ში თუ მე-5-შია. ხო, აი პირველი, მეორე, მესამე, მე-4, მე-5-ში აქ შემოხვალ და აქ აიჩო აი shape-ში rectangle. დააწები ამ ვარსკვლავს, აი ეგ ვარსკვლავში დააწები, ხო ნახე? ქვემოთ გამოჩნდება ეს რაღაც. და იქიდან აიჭიროსო, უმარტივესად. ხო, time frame-ები ნებისმიერ შიგილე გამოიყენო, 1 საათიანი, 45 წუთიანი, რავი, ნებისმიერ time frame-ზე მუშაობს იდეალურად. და ხო, ნებისმიერ წყვილზე, Nasdaq იქნება, კრიპტო იქნება, Gold იქნება, ETF-ები, რაც არ უნდა იყოს, ყველგან შიგილე ეს გამოიყენო, იმიტომ რომ უნივერსალური ის არის სტრატეგია არა, ყველგან მუშაობს. მაგის პრობლემა არ გვაქვს. ძალიან მარტივია და ძალიან ეფექტურია. და ამაზე კიდე მაგას დავამტკიცებ, რატო ახლა ეფექტური და როგორ მაგრად მუშაობს ყველგან და ყველაფერზე რა. არსებობს მსოფლიო ჩემპიონატის ტრეიდინგში რა. World Cup-ი ქვია, World Cup Trading ჩემპიონატი რა შეგიძლია დასერჩო და ნუ მან გავიდა რამოდენიმე ტიპი, რომლებმაც იდეაში დაწერეს თვითონ ალგორითმი, რაღაცები შეიმუშაოს, რაღაცები გააკეთეს, ანუ თავს ასახებენ როგორც საუკეთესო ტრეიდერებად. ეგ ტიპები გავიდნენ და თავიანთი მოდელები, თავიანთი ვაჭრობის სტილით top 10-ში კი რა, top 100-ში ვერ გავიდნენ რა, როგორც მე ვიცი. იმიტომ რომ 2022 წლის სტატისტიკა იყო ეგ თუ 23-ის მალე არ ვიცი, მაგრამ ეგ რომ მოხდა უეჭველი, ეგ ვიცი, მაგრამ ფაქტები არის მაგის. და გავიდა ტიპი, ვიღაც იტალიელი იყო მოკლედ და რას ვაჭრობდა შენი აზრით ახლა? იმ რაღაც ლამაზ სიტყვებით რო არის მოდელები შემუშავებული თუ აი ესეთი მარტივი რაღაც. აუგევა. უფრო აი მას ვაჭრობდა support resistance და trend line-ებს. იქ მარტივი ეფექტური სტრატეგია და იდეაში გავიდა მეორე ადგილზე. ამ მარტივი რაღაცით. და ის ტიპი რომელიც იდეაში საუკეთესო ტრეიდერად ასახებდა თავს. ვერ გიგო top 10-ში 30-ში იყო თუ რაღაც, ვაფშე ვერ გავიდა მონეტებში რა. ანუ ამის მორალი განავის დაუცინი და რაღაცა. მორალი ის არის რომ არ გჭირდება რაღაც გართულებული მოდელები, გართულებული სტრატეგია რაღაც მარკეტზე გჭირდება მარტივი რაღაც მიდგომა მარკეტს. აშის დარწმუნებული ხარ. ხდები მე შეიძლება საუკეთესო მოდელი, საუკეთესო სტრატეგია მქონეს ხო მარკეტზე, მაგრამ ჩემ თავში დარწმუნებული თუ არა და ჩემს მიდგომაში ხო ჩარისფასი აქვს რა. დარწმუნებული იყავი შესაქმეში. იმიტომ რომ გააქვს კონფიდენსი ხო დარწმუნებული ხარ რაღაცაში, უფრო სხვანაირად ვიგებ, ხდები? მაგას ახლა ვერ ახსენდეს, იმიტომ რომ მართლა ვერ ახსენებ, რა ახსენე, მართლა ვიცი, მაგრამ დარწმუნებული რო ხარ, დამიჯერე სხვა არის, სხვა სამყარო არის რა. ეგეც უნდა გაითვალეს. ოკეი. ეხლა კითხავს მოვისმენ რამე კითხვებით, გქონში? რა ვიცი, კითხვები არ მაქვს. ყველაფერი კარგად გავიგე, უბრალოდ ის არ აქვია. დიდ ლაპარაკი არ მიყვარს რა. ხო. უბრალოდ მე რა მიყვარს, ოგისთან და რაღაც. კი ბატონო. ნუ ყველაფერი გასაგები იყო, რაც ამიხსენი. შვენიერი. ხო რამე კითხვა თუ გექნება მე კიდე ხა ლექსის მე რაღაცა, ნუ მომწერე. WhatsApp-ს მომწერე, ან სადაც Discord-ს როგორ გინდა მოკლედ. ნებისმიერ საკითხზე, აქა ვარ, ჩემი საქმე ეგაა რომ დაგეხმარო. რა ღამის 3 საათი იყო და რაღაც მეძინა, შეიძლება ვერ მოგწერე, როცა მე მოვიძებო იდეაში ყველა მოგწერე რა. ამიტომ შენ იცი, ახლა ვიდეოს ავტვირთავ, ჩაგიგდებ YouTube-ზე ავტვირთავ და ჩაგიგდებ WhatsApp-ზე. და ხო. მაგას მე გადახედე აუცილებლად. წაიკითხე რა უყურე და მაგიდანაც მე რაღაცებს გაიგებ.